ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სტიქიას და ჯვარს შორის განსხვავებაზე. რეალურად ძალიან ბევრს ეშლება დაგგონია, რომ არის ერთი და იგივე, მაგალითად კარდინალური ჯვარი და ცეცხლის სტიქია, რაც რეალურად მსგავსი არის, მაგრამ ერთნაირი არ არის, ანუ განსხვავება მაინც არის. ცეცხლის სტიქია არის იძლევა იმპულსს, აქტიურობას, ანუ ეს ადამიანს უნდა აქტიურობა. აქვს სურვილი აქტიურობის, ანუ ეს არის იმპულსი რაღაც, რომ აი მინდა რომ რამე გავაკეთო. ეს არის ცეცხლის სტიქიის ზოგადად უპირატესობა, რომ მათ აქვს აი ეს მამოძრავებელი იმპულსი, რომ უნდათ რაიმეს გაკეთება. მაგრამ კარდინალური ჯვარი არის სხვა. კარდინალური ჯვარი გულისხმობს იმას, რომ ეს ენერგია არის მიმართული. ანუ კარდინალურმა ჯვარმა იცის, რას აკეთებს. ანუ არჩეული აქვს კონკრეტული მიმართულება, აი მე გავაკეთებ რაღაც აი ამ კონკრეტულს. და ცეცხლის სტიქიას არა აქვს აი ეს მიმართულება არჩეული. ცეცხლის სტიქიას აქვს სურვილი. ფიქსირებულ ჯვარსაც ხშირად ესე ვთქვათ აიგივებენ. თუნდაც მიწის სტიქიასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე არის ძალიან სტაბილური. ფიქსირებული ჯვარი, როგორც ესეთი, მომართული იმაზე, რომ შეინარჩუნოს ის, რაც აქვს. ეშინიათ არ დაკარგონ ის, რაც აქვს. შესაბამისად, უფრო მეტი აქტიურობა მათი არის მომართული იმაზე, რომ შეინარჩუნონ. მიწის სტიქია კონსერვატორი არის მაქსიმალურად. ფიქსირებული ჯვარი განსხვავებული არის. ფიქსირებული ჯვარი არის, რა თქმა უნდა, კონსერვატორი, მაგრამ შეუძლია ცვლილებები. უბრალოდ ეს ცვლილებები უნდა მოდიოდეს მისი ინიციატივით. ანუ ფიქსირებულ ჯვარს არ უყვარს გარედან მიღება სიახლეების. შესაბამისად, ფიქსირებული ჯვარი არის მორიელიც, არის მერწყულიც და შესაბამისად ეს ნიშნები არიან კონსერვატორები, იქიდან გამომდინარე, რომ ფიქსირებული ჯვრის ნიშნები არიან, მაგრამ არ არიან იმდენად რადიკალურად კონსერვატორები, როგორც არიან მიწის სტიქიის წარმომადგენლები. მუტაბელური ჯვრის ესე ვთქვათ მსგავსება კონკრეტულ რაიმე სტიქიასთან, მაგალითად ჰაერის სტიქიასთან, როგორც ხშირად ადარებენ ხოლმე, არის მხოლოდ აქტიურობა. მუტაბელური ჯვრის განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ ესეთი ადამიანები თვითონ არ ახდენენ ინიციატივას, ანუ თვითონ მისი ინიციატივით არაფერი არ იცვლება გარემოში, ის მიჰყვება სხვების ცვლილებას. ანუ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თვითონ ინიცირება, რამე კონკრეტული ინიციატივა გამოხატონ და ხალხი აიყოლიონ, ესე ვთქვათ, ან თვითონ წავიდნენ კონკრეტული ინიციატივით, საკუთარი ინიციატივით. მუტაბელური ჯვარი ესე არ არის. მუტაბელური ჯვარი მიჰყვება სხვის ინიციატივას. როგორ უნდა ვიპოვოთ ჯვრები ჩვენს რუკაში, ესეც ძალიან მარტივი არის. ჩვენ უბრალოდ ყველა პლანეტას დავახარისხებთ, რომელ ჯვარში არის და შესაბამისად შემდეგ დავითვლით და რომელი ჯვარიც იქნება დომინანტი, ეგ ჯვარი არის დომინანტი.